განახლდა საქართველოს 25 ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. გათამაშებამ სტარტი 10 აგვისტოს აიღო და გუნდებმა უკვე 2 ტურის მატჩები ჩაატარეს. 2 შეხვედრა გამართა ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა საჩხერის ჩიხურამაც. ზუგდიდში ჩატარებული პირველი წარმატებული მატჩის შემდეგ საჩხერელები რუსთავის მეტალურგთან დამარცხდნენ. Am ზუგდიდში პირველ თამაშს გასვლა მოვიგეთ, რაც ალბათ ძალიან ძნელია რა, საქართველოს ჩემპიონატში. და მეორე თამაში შევხვდით მართლა კარგულს ჩვენ ჩემპიონატისთვის რუსთავს და რავი, ცოტა არ გაგვიმართლა, ცოტა რავი, რაღაცები დავაკელით და წავაგეთ ეგ თამაში, მაგრამ რავი, ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე არის 6-ეულში მოხვედრა და შევეცდებით, რომ ყველაფერი ვქნათ მაგისტრის და მე 6-ეულის მერე კიდე ისე UEFA-ზე გვინდა რა გასვლა და ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ჩიხურა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა. თუმცა გუნდის ევროპულ სარბიელზე პირველი გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა. ჩვენს UEFA-ზე გამოსვლას, UEFA-ს თამაშებზე გამოსვლას მე ვფიქრობ, რომ პირველი თქვათ რაუნდისთვის, რომ პრინციპში პირველად გავედით ჩვენ ამ ტურნირზე და მე ვფიქრობ, რომ მეტის მიღწევა შეიძლებოდა, რომ ჩვენი მომზადების დონე ყოფილიყო, რა ქვია, შესაფერისი. მაგრამ რაც იყო თქვათ ჩვენი თავდადების ხარჯზე გაკეთებული და მე ვფიქრობ, რომ მაინც ნორმალურად ვთვლი მე, რომ აი ჩვენმა გუნდმა ნორმალურად იასპარეზა. ჩიხურას მთავარი ამოცანა მიმდინარე ჩემპიონატში საპრიზო ადგილების მოპოვებაა. საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ჩემპიონატის პირველ წრეში გუნდის მთავარი მიზანი პირველ 6-ეულში მოხვედრაა. ვეცდებით ყოველნაირად, რომ აი ეს 2 თვე რომ აი 6-ეულისთვის ვიბრძოლოთ ამ თქვათ პირველ წრეში, ნუ შემდეგში ალბათ ჩვენი სტადიონიც იქნება და 6-ეულში ალბათ გვინდა შემდეგ რომ აი UEFA საგზურისთვის კიდევ ვიბრძოლოთ. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ჩიხურამ რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი. ტატანაშვილმა საჩხერელთა რიგებში უკვე 2 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. ეჭვაია, დათუნაიშვილი, წინამძღვრიშვილი, ხო? შემდეგ ტატანაშვილი დავემატეთ, ავიყვანეთ 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც დუბლ შემადგენლობისთვის და პერსპექტივით იმისთვის, რომ თქვა, გამოგვადგებიან შემდეგ ალბათ პირველ გუნდში. ახალი კლუბი არის ჩემთვის ჩიხურა. კაი გუნდი არის, მაღალი მიზნები აქვს. ყველა თამაში მოსაგებად გავალთ. კაი კოლექტივი, კაი ფეხბურთელები არიან შეკრებილები გუნდში და ყველა თამაში იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც აღნიშნე მოსაგებად გავალთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ივან წმინდაში არსებულ საფეხბურთო მოედანზე, რომელიც ჩიხურას მშობლიურ სტადიონად ითვლება, ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გუნდი კი შინ გასამართ შეხვედრებს ქუთაისში ატარებს. ჩვენმა ფედერაციამ ვარი გვითხრა აქ თამაშზე, იმიტომ რომ დასამატებელი არის ვიპ-ლოჟები და ჟურნალისტებისთვის მოსაწყობი არის ადგილი, გამოსაყოფი ადგილი, სადაც თქვათ თავისუფლად დაждებით და იმუშავებთ, ხელს არავინ შეგიშლით და მე ვფიქრობ ამის შემდეგ ემატება კიდე აქ ტრიბუნები და მე ვფიქრობ ამის შემდეგ ალბათ დაგვიშვებენ და ამის გამო ვთამაშობთ ქუთაისში. 2013-2014 წლის სეზონში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 12 გუნდი ასპარეზობს. გათამაშება 2 წრედ მიმდინარეობს და ის მომავალი წლის მაისში დასრულდება.